ნარკოტიკული დანაშაულები იყო და რჩება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვან გამოწვევად. ნარკომანიასთან ბრძოლისას ძირითადი აქცენტები პირის დასჯაზე და რეპრესიულ მეთოდებზე კეთდება. ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის ვითარება, პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის პრაქტიკა და გამოყენებული სანქციების პროპორციულობა. ეს ის საკითხებია, რომლის გარშემო საზოგადოებას კითხვები უჩნდება. საქართველოს კანონმდებლობა არ მიჯნავს ეგრეთ წოდებულ მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძლება დაისაჯოს 500 ლარის ჯარიმით, ან საზოგადოების სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების ადმინისტრაციული პატიმრობით 1 წლამდე ვადით. 1 წლის მანძილზე ნარკოტიკების განმეორებით მოხმარების შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობის სფეროში ექცევა. აქ კი უკვე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მოსამართლის არჩევანზეა დამოკიდებული. სწორედ ამას მიიჩნევენ იურისტები კანონმდებლობის ხარვეზად. ცხადი არაგონიურულია, რომ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობები კანონით განსაზღვრული არ იყოს და ეს მთლიანად მოსამართლის დისკრეციაზე იყოს დამოკიდებული. ეს თუ მოხდება დროულად, რომ ჯარიმების საკითხი ოდენობების მხრივ მაინც გადაწყდეს და დადგინდეს მაქსიმალური ოდენობები ჯარიმის, ეს უკვე პირველი ნაბიჯი იქნება. 4000 ლარით დამაჯარიმეს, 3 წლით ჩამომართვეს შრომითი უფლებები, მათ შორის მართვის მოწმობა და მაქვს პირობითი სასჯელი 3 წლით. კანონის თანახმად ძირითადი სანქციების გარდა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. 3 წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური საგანმანათლებლო ან სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლებები. მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნარკომანიას ჯანმრთელობის პრობლემად განიხილავს. დაავადება სჯიან ჩვენს ქვეყანაში პატიმრობით, იზოლაციით და ასე შემდეგ. როდესაც უნდა, ასე ვთქვათ, შეთავაზებული იქნას ადამიანებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდები, როგორც ეს ხდება ცივილურ სამყაროში. ეს არის მკურნალობა რეაბილიტაციის კურსები, ზიანის შემცირების პროგრამები, საზოგადოებაში ინტეგრაციაზე და ადამიანების რესოციალიზაციაზე მიმართული პროგრამები. ძალიან ბევრჯერ ვარ დაჯარიმებული, მინიმუმ რო არ მოვუთ 7-ჯერ, 8-ჯერ ვარ დაჯარიმებული. მომიწია 1 წელი ციხეში ჯდომა 2006 წლიდან 2007 წლამდე, მაგრამ ეს ხო არ არის გამოსავალი, ეს არ კურნავს ადამიანებს. ამ ადამიანებს, ანუ ჩვენ გვჭირდება რეაბილიტაცია. ამბობს, რომ პირადად მას გაუმართლა გვერდით სამეგობრო და ოჯახის წევრები დაუდგნენ. სახლი დააგირავა და საპროცესო შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა. ფინანსური ტვირთი არის ერთგვარი კოლექტიური პასუხისმგებლობა მთელი ოჯახისთვის, იმ ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია ნარკო საშუალების მოხმარებისთვის, ასევე მისი ახლობლებისთვის და სამეგობრო წრისთვის. არის შემთხვევები, როდესაც უწევთ უძრავი ქონების გაყიდვა. პირველი ნაწილი გაიყოფა და ჩამოყალიბდება 2 პუნქტად. დღეს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც გულისხმობს ერთმანეთს გაემიჯნოს ნარკოტიკული საშუალების ფლობა პირადი მოხმარებისა და გასაღების მიზნით. იურისტები ამბობენ, რომ თუ ცვლილებები გაგრძელდება და რეპრესიული მექანიზმები უფრო ლიბერალურით შეიცვლება, გადაიჭრება ის სისტემური პრობლემები, რაც დღევანდელ ნარკოპოლიტიკას განსაზღვრავს.